დილამშვიდობის ხალხნებო, დღემშვიდობის. ვაიმე რა ქაოსი მაგ ღმერთო, გუშინ ვერ ვიყავი, მაგრამ არა უშავს. ეს ერთხელ მაპატიეთ. ხო, ეს გრომოველი ეგ არა უშავ. მოსულა. ეს ჩავიცვა ათუ დამცხება. ყელიანია. მამიდასთან მივდივარ. კლავენ საღმრთოს, როგორ ეძახი ცხარს. ხო, მეხმარ. მეგონა რომ დღეს დილის ჩავწერდი ვიდეოს. არა ვერ ჩავწერ, ეს არ მინდა, იცოტა ისეთი შავი საქმე უნდა გავაკეთო დღეს და ისეთი ტანსაცმელი ჭირდება. ამას ჩავიცე. ეს აი. ინგასთან ქვემოთ რა არის? იმას კლავენ ცხარს და უნდა მივეხმარო გაშლაში და იმაში. საფრთხოს კლავენ ცხარს. რა არის? თუ გინდა იქიდან ცეკვიდან მოდიან, თუ არაფერი საქმე არ გაქვს. დაკენე რა. აი ცხარს რო კლავენ ხოლმე შეთქმულს. ხო და უნდა მივეხმარო რა კიდევაც დამაგვიანდა, მაგრამ საჭმელი იყო. გზად წადიჭამე ის. ხორციც მოხაშულია. მაგრამ ეს დღეები ნინო რო თურქეთში იყო, ხო ძირთადად იქ ვიყავი ნინოსთან და მე მგონი მეტი არაფერი არ მინდა ჩაცმა. ეს მანამდე გამიშრება. არ მინდა გავიშრე, მაგრამ მაინც მომიწევს დღეს. ხო და ფაქტიურად ეს ერთი კვირა სახში არ აყოფილი. ჯერ ვერ დავიმახსოვრე ჩემი უჯრა. ჩემი უჯრა რა, უჯრა. ხო და გუშინაც ვითომ ერთი ის უნდა გამეკეთებინა რაღაცა ნამცხვარი რა, ტორტი. ტრაქტორისა იგივე ხო შეგვიკეთეს, ხო და ლურჯი კარგად გაჩავიცვა. იყოს ახლა. მერე მოყვა რაღაცა სხვა და ოშაბად დილისაც გავაკეთებ არა, რომ ოშაბად დილით ვერ მოვასწრებ გაკეთებას. ეხა უცბად ჩავიცმევ და სანამ ნინოც შეჭამს, უნდა წავიდეთ, ნინოც ეკვაზე წავა. მე იქ წავალ რა ქვია, ინგასთან და გამზადების პროცესი ვიჭორავოთ. მოვედი. ისე მოვედია. საათი რომელია? 20 აკლია. ავი აწუჩი ვერ მოვჩები გამზადებას. ჰა. აი მე ღმერთო ჩემ. არ მიყო ეს კვირა სახლში ყოფნის დღეები არ მიყო. იმიტომ რომ გუშინაც გვიან მოვედი. აი უკაში და ახლა თქვი. ეხლა ჩავიცვი. ეხლა ჩავიცვა აი ეს. რაღაცა უცნაური რო არის. მაგრამ ყელზე გამომიჩნდება ეს მე მგონი. არა, წითელი მაიკა მოცვიათ. აუ ეს გამომიჩნდება ამის. თუ მაიკის გარეშე არ მინდა წავიდე. იმიტომ რომ შემცივდება. ამიტომ მოდი სხვა რამე ჩავიცვათ. სხვა რამე. ხარმოქს არაფერი ისეთი. და ხურული? ის აროჭკა. შედი აბა მას ჩავ. მანანა რა გიდა რა ჩაიცვა მანანა. ეს ჩავიცმევ. თან ისე რომ აი ხონდა სულ მოძრავ და ამას ჩავიცმევ და იამ ჟილეტს. ეს ჟილეტია. ხო ჟილეტია ეს. ამას ჩავიცმევ. გუშინ მეგონა რომ მოვასწრებდი ვიდეოს ჩაწერას. მაგრამ ვერ მოვასწარი. ამაზე რომ ჟილეტს ჩავიცმე.
ესე ფოე. ანა რა დაიო. კარგად ამაკ. შემოწეულით არ მაქვს ნორმალურად. ასე. გუშინ ფეხი მაგრა დამტკიოდა, იმენა მაგრა დამტკიოდა. დავწონი ვიყავი და არა ვიწონე. არ მინდა ჯერ. ნინო ჭამე რამე. მოკლედ რომელი საათია? ჯერ 20 აკლია. ერთად წუთში მე თუ ვერ მოვემზადე შენ წადი. ოღონდ იქიდან ტასოსთან ერთად უნდა წამოხვიდე და თუ ტასო არ იქნება ხო იცი ინგას გზა. ტელეფონი წაიღე ჩანთაში ჩაიდე რომ ისა. ჩაგირიცხავე ხა ერთლას და დამირეკვა მე დაგირეკა. პირველისთვის დაგირეკა. ხო. ის კარი. დედა სუწითელი ვარ. სუწითელი. მოდი, ესეც კი სახისაა, მაგრამ სანამ ხელის კრემს მომიტანე, დაბარებული მაქვს, შეკვეთილი მაქვს. სახისა წავისვათ. დამიგბილდეს. ცოტა ხნით თორე იქროფუა და დავისვენებ ეხა ხელებს მორჩა, მომენტი. ორივე რეზინი გაქვს. გუში რო წავედი სამსახურში, მეგონა რომ მალე მოვიდოდი რა, ეს ერთი ტორტი რომ მეგონა მქონდა და თან პრობლემა არ იყო, ხა ნინო რომ სახში ყოფილიყო. აქეთ მქონდა სახში კი არა და მოსული ყოფილიყო, მე კი მოვიდა გვიან რა, მაგრამ მომე არ გავაკეთე გუშინ დილით საჭმელის საერთოდ არაფერი, ცოტა კარტოფილი დავდგი მოსახარშა და დილით შეჭამთ მეთქი და მე მოვალ. ხო და მე რო ტორტი მოვიდა, ვეღარ 5 საათამდე ვერ მოვედი. დაჟე მე მგონი 6 იყო დაწყებული, ხო და? რო გადავხედე რაღაცეები იყო ცოტა, მეთქი კაი, დღეს აღარ უნდათ, მაგრამ დღეს ხო უნდა გამეკეთებინა თან. რო გამახსენდა რომ დღესაც უნდა წავსულიყავი. არ ვიცი, ძალიან ვერ მომე. არ ხვალინდელი დღეც არ მგონია მეყოს რომ საბოლოოდ დავამთავრო და დავლაგდე, იმიტომ რომ შაბათს ისევ ხო უნდა გავიდე. შაბათს უკვე ჩვეულებრივ შაბათი ყველა ვარიანტში და მე დღე ნახოთ როდის იქნება ტორტი. ოღონდ სამ დღე ხო, არა ჯერ ადრე არის. 15 ხო, პრინციპს უნდა მოემზადები. მამე ტანსაცმელი შემომიტანე სანამ რომ წამოვიღო, რომ გამოიცვალო იქ. ავარ მიყვარს სველითვის დავარცხნა. ხო და იქ წეღან ეზო კიტის წნილი ამოვიღე. წინა კვირას ჩადო ბიძინამ წნილი, წინა კვირას არა 1-2-3 კვირაც კი იქნება. წიწაკის ჩემო მამამ თვითონ ძალიან გემრიელი წნილი და დიდ ვიმაში იყო და ხო დაიზეკა მე ვედრაში. ამოვიღე ბანკებში და როგორიცი დავქროდი. მეგონა რომ დილით ჩავწერთ ხო ვიდეოს, მაგრამ ვერა. ხო და ეგ ბანკებში გადავიღე, გადავანაწილე. მაგაში ჩავდე კიდე სახლის პამიდორი დაკრიფა რამდენიმე დღის წილაშა და დაგვენანებოდა გაგუჭება და დავდე რა ჩავალაგე ისე ვედრაში. ეს მარტო? რა მე კომფორტული შარვალი, რა თქინა აჯლა ჯუჯლა. კაშია და მე კომფორტული. ჯესი ჩაიცვია და გავიწყდეს. თუ ტასო არ იქნება, წამოხვალ ჩვეულებრივი გზით, გზელი გზით, მოკლეთი არ წამოხვიდე, ძაღლები არიან. აი ეს ამეშვირა ხარ. ნინო, შენი წკაპი სად არის, რო გეკეთა? მომეცი ჩქარა, მომეცი ერთი აიქ. ცოტა ხნით დავიმაგრო, სანამ საწოლებს ავალაგე, ფიქრობ ცოტა ხნით თავის შემიშრეს ეს თმა და წავიდე ხარ, მივეხმარო ინგასაც. მე ცოტა ხნით გამებს, ანა და გვეკეთოს ახლა. ესე აი მე ხალხნო დავეღალი, აღარ ვიცი საით ვეცე და რა გავაკეთო. ხამაზე კომფორტული იქნება ესა? რო შემოვიცვა? თან არ დაშემცირდება. ეს წერები რო უჩანს არა უშავ რა? მე რა მოხდა? თბილია ეს ძალიან.
აწუთას არ მინდა. უნდა ვირბინო. ავალაგოთ საწოლი. და აუ კიდე რაღაცა მინდოდა. არაფერი. აქ იყავით. სარეცხი, ვაიმე, სარეცხი, მაგ ხალხნო გეფიცები აბანოს გუდანაბადია კაკრიენფილი და მიდის ოღონდ მართლა. იმდენი სარეცხი მაგ. იმდენი εν რაოდენობის სარეცხი. ეხლა ვფიქრობდი შევყარო მეთქი. მაგრამ აი რა ვიცი, ვეღარც იმას ენდობი რა. წყდება წყალი წინაზე ხო დაწყდა. ხოდა კი გაჩერდება და რა პრობლემაა, მაგრამ არ მინდა ხოლმე რომ სარეცხის მანქანაში დიდი ხანი იყოს სარეცხი. რომავალ ოთახებს მე დავალაგებ. თუ მექნება მაგისი შესაძლებლობა. ერთსაც ვუტით რა. გუშინ გარდირობი რო გვედგა გარეთ, გავისტუმრეთ. ანამ წაიღო ძლივს გადაათრიეს, მოკლედ მიხელა გარდირობი და დღეს ვითომ გეგმაში მქონდა რომ ეს დავალაგებ თქო, რაც რამეა უკვე შემოსაზრდილი და დროშატკა იქნება იდეალურად სუფთა, იმ ხრივ რომ საერთოდ ზედმეტი აღარაფერი არ იდება მეთქი, 3 თვეა, აი საშინელ მდგომარეობაში მაქვს სული დროშატკის გავი. მე არ გამახსენდა რომ დღეს სახში არ ახარ გოგო. მაგრამ აი ახლა წაიზე გაქცეული ვიდეო ვარ ჩამეწერა. მე მომწერდით თქვენ საცხარი ხარ? დილას ყავა რომ დავიდგი. მეთქი ერთი სიტყვით მივესალმებით ხო ხალხს, მაგრამ ვერა. პარალელურად ისაუქერი. საჭმლის გაკეთება დავიწყე და ვერ გამოვივიდო და ეგ ამბავი. ამიტომ ისე ვარჩიე რომ საჭმელი დამემთავრებინა რა. რა ხარ ხო მიჩვეულები ხართ ჩემს ეს გაიქე გამოიქეს. ესეც ეს რაღაცა მზესავით გამოვა, შევამთავარი არ გაუწვიდეთ ლევანდელი კისახში ვშლით, მაგრამ მაინც და ფეხს უნდა ჩავიცვა კომფორტული ფეხსაცმელები. ჩემთვის არის კომფორტულები სოფო მაჩუხა ჩემარძანა. ტაპკები სამსახურში მეცვა ხოლმე და გზაში. ხარადან წვიმა არ არის, სეზონის გიშს არ დამიძახები და შხავიცმებ. მოვალ ერთი ორი პირი რო შევყარო, გააჩინე რომ სადზე მოვალ. თორე უკვე სიტუაცია. მეც გავაგდებენ, თქვენც გავაგდებენ, ტრიფონსაც გააგდებენ, ყველას გაგვყრია ნიცოლს. ასე. აი ამას ეს ზოლები როაქა, ეს ზოლები არ ვიცი მაგ და რამდენად ეთყობა. და თუ ერთი ცერად გააკეთე. ეთყობა და სუდად ჩანს ხოლმე. აი ეს აი. თარაზოში თუ არ არის. სუდად ჩანს. აი ეს. ეს ნაგავია. აი ეს რომელი ჩანთით მივდივარ. დიდით. ანუ ამ ჩანთით. Πανίνος τα στέλνω με τσιχοβαλάκο. ხვალინდელი თუ მეყოფა ხვალინდელი საქმეებისთვის არ ვიცი.
ხო, საუთოებელზე ბევრმა დამიწერეთ, რომ ანუ ის ტუმბო რაც მე ვთქვი, ფეხსაცმელებში სულ მგონია, რომ ზის ფაროს სანაგებიცები გუშინ წინებში გამჭრიდე და იმის მერე მთლად ფობია დამემართა ფეხში ფეხით. როგორ შეძლო ეგ უცბად არ ვიცი. ეს არა, ანუ ტუმბო ბევრს თქვენგანს გქონიათ და კომფორტულიაო, ბევრმა კიდე მითხარით, რომ კედლის ან კედელზე რო არის თან სურათი როა და გადმოწევდა რაღაცა ბევრმაც გამომიგზავნით, მაგრამ შედარებით ძვირიღებს იმ ტუმბოსთან რა, ხო და მართლა ეხლა აღარ მინდა რომ ნამეტალი ხარჯი გავწიო, იმიტომ რომ წინივე იმდენი ხარჯი ველოდება ხალხო. უკვე აგეპარასკევს კრება გვაქვს სკოლაში ბანკეტ ბოლოზართან დაკავშირებით. ბავშვებმა და მასწავლებელმა ბაზალეთია გადაწყვიტეს რა ესე იდეაში და გავიკითხე მაგას, აი სახლს რო ქირაობენ ხოლმე და გავიკითხე მაგასთან დაკავშირებით. შენ რატო აჭრიალდი? რომ აი საშინელება. ჯერ ხომ შიურები არიან, ბავშვები შიურები წამოვიდნენ იქიდან. ხო და აი მაგასთან დაკავშირებით გვაქვს კრება. ვერ ვიტან აი ამ ტრადიციას სახლის ქირაობა და დონეობა რო გონიათ ხოლმე რამე. მართლა ვერ ვიტან. მესაკი ხანაობს ხალხმა და მეგონა რომ ისა წდება და დამეწია, თუ ავეწია. ამიტომ იქ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს შარშან წინ, იმის წინ დამთავრებული, ანუ მშობლები ყავ ეგეთები რა, დიდი ბავშვები რო ყავთ. ხო და რო თქვან რომ ვარგა თუ არ ვარგა თუ არ ვარგა. აი ეგ სიტუაცია რო თქვან. 400 ლარი გადაიხადო და მე მგონი ყველაზე იაფი მანდარიო, მაგრამ შენ ჭირბე 400 ლარი კაცზე გადაიხადო და იქიდან შეერი წამოვიდე და თუ მარტო აუზისთვის მიდიხარ, აგე ტაშში ჩაასწყალ და იქ იბანავ. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება. ძალიან საიზღარი ტრადიცია ეს სახლის ქირაობა. 12 პირველ საათზე გადამღებიც მიდის, მუსიკაც მიდის და ის ვითომ ანიმატორიც მიდის, სადაც დაბადების დღეების ცენტრებში რო ხოლმე ერთი და იგივე ყველაფერი. ყველაფერი მიდის და მე ისე კუტო, აი 3 წელია მაგ ამბავსა ვკითხულობ, გეფიცები. რომ მეთქი რა არის, როგორია, რანაირად. ხო და იკითხო, იმიტომ რომ მომავალში შენც გჭირდება, ხო? წარმოდგენა ხო უნდა გქონდეს. ხო და ეგეთი ამბები. კუტო-კუტოს ხედან და ერთ სული გვაქვს გათენდესო, რომ წამოვიდეთო და რა, აი, არ ვიცი, რაში უნდა გადავიხადოთ იმ ხელა ფული, არ ვიცი. და მაინდა-მაინც თუ სახელია და რომელიმე ბავშვს იმიტომ უნდა რომ აი მე ეს რა სიძახით რაღაც. შენი ჭირები. ზოგ მშობელს ისაა ქატეხილი, ხა ჩემებზე აი ვამბობენ ხოლმე რომ იცი რა ბავშვებისა და ბავშვების როგორც უნდა ისე უნდა გაკეთდეს. მე ესმის რომ ბავშვებისა, მაგრამ ბავშვებმა ხო უნდა გაითვალისწინონ შესაძლებლობების ხვისი. და მარტო შენ რო არ ხარ. მერე ჩაბარება, მერე მომდევნო ბავშვებია. რამდენიმე წლის წინ ჩვენ სკოლას ჰქონდა ბანკეტი. წავიდნენ ლამაზად გამოპრანჭულები რესტორანში. ხო და იქეიფეს იცეკვეს ის ანიმატორიც გყავდათ 12 პირველ საათზე დაიშალნენ. და გაატარეს იდეალური დრო. რა არის ვის მეზე ნაკლებები იყვნენ თუ რა ხდება. აი, ვინ მეზე ნაკლები ისაქნეს? ძალიან კარგი გააკეთეს ეგ. და ძალიან მივესალმები მაგ ამბავს. და არ ვიცი რა იქნება. პარასკევს 3 საათზე კრება გვაქვს მაგასთან დაკავშირებით და ვნახოთ. всё, მე მგონი ისეთ აღარაფერს არ ვიკეთებ, ესეც ვიცი რომ გამძვრება.
არც იმასაც საყურები შეიძლება გავიკეთო. ეს რატო ჭრიალებს? იქ რო ჩავალ ალბათ იქ ავტვირთავ ამ ვიდეოს. რომ აქ შანსი არ არის მოსწრების. რომელია? აი მე სირცხულა და თავის მოჭრა მამიდა ჩემთან. ეს როგორ იხსნება? აი მე ამდენი ხანი საყურები კეთებია როგორ იხსნება და მოვიწყდა. ეგ როგორ იხსნება დავამუღარ, მაგრამ როგორ იკვრება? აი მე უცელი ჭრიალებს. დიდა როგორ მშია? გაიღე. აჰა, ეს იყო. წუხელ იქ რო ჭამეთ სამსახურში, მოველი ცოტა კიდევ ჭამე, ჩაიდავი. ესე იგი, ისე მშიოდა ღამე, სანამ დავწებოდი, ისე მშიოდა, რომ რა იყოს, არ შევჭამე. აი, თან რო გშია და თან უბრალოდ რო გინდა ჭამო, აი ეგ სიტუაცია მქონდა. არაფერს არ შემიჭამია საერთოდ. ვაშლი მივირთი და დავწექ და გამიწია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი მქონდა პირსაწმენდი გაკეთებული. არც ისი არ თბილა რომ ესე წავიდე და შეიძლება საღმრთო გადააკეთონ და პირდაპირ ჩემთვის დაგის თუ ფერები გავშიკე. მოჩა. დიდად არ გამიშრა, მაგრამ ესეც ეს. შაბათ დღეს ნინო დგება ხოლმე გვიან. ხო, რატო არა ეხა კაი ხო? და პირდაპირ 12-ისთვის რო დგება ხოლმე გარბის ცეკვაზე. ეხაც ეგაა, საერთოდ 25 წუთი იყო 12-ის რო აბრძანდა. საჭმელი შეჭამა, თან იცოდა რომ იქიდან უნდა ჩემთან მოვიდეს მამიდასთან. ხო და აუსიოდეო, მემზადთავა რომ მეუთხარი ზად. აი ხა შედი ოთახში. საწოლი ალაგე, სანამ ლამაზი ხარ მეუთხარი, თორე მე შენ განახებ მზად რა ხარ. და დავემუქრე ამის ეს როგორ ვარდის ფერი მიკითხია ხო? ამის მერე თქო ერთი. ამას მერე იმას ჩავყრი. ესე გასულ ხარ სახლიდან მეთქი რომ საწოლი არ ქონო და ქონდეს ალაგებული, არ ვიცი მეთქი რას გისავდა. აუ ჩემ სათვალეს რაღაცას დავდე. არ მახსოვს. იმას არ ვისხავთ. აბადოქს არ ვიკეთებთ. ხო და როგორც აი ისე დარბოდა გიჟივით. რო ავალაგებინე ყველაფერი. მე თვითონ ისა რომ მოვალ მეთქი მერე დავიბან რაღაც მინდა ეხლა და მარა ისა ხან ხახვი დავჭერი ხან ის რო გავაკეთე და რავი. მეგონა რომ ხახვი დამდევდა და წავედ ამას ვეტყვილაშას სადღაცას ჭრიალებს და რამეს წაუცნევს. всё ხალხო წავედი ეხლა მე მგონი საკმარისია. მოიცა ერთი ეს ნახო. ისეთი ნიავი ამოვარდა რომ რავი. და ეხლა მე თუ სველი თავით წავედი იქ. მეხაზება. თაკებშტობებით ხახნო ხა კიდე გავიშრობ კარგად თორე შანსი არ არის ფეხებს გავშეკავ და ესე ძალიან თხლად ხვარი მივდივარ. წვერებიდან ეხლა ეს კუტუნები. გამოშვერილები. არა უშავ, გეგონება კამარიაო. მორჩა. წავედი დროებით.